გამარჯობა, ასეთ მაგალითს გთავაზობთ, ეს არის ვიდეო არხია ესეთი. Master-T Math Lessons. ხო და იქ იყო ამოხსნილი ეს ამოცანა და აი მე ცოტა უფრო განსხვავებულ ამოხსნას შემოთავაზებ. აქ გვაქვს 4 ხარისხად x-2 უდრის 36, ხო? ახლა ლოგარითმის განმარტების თანახმად ლოგარითმი რაიმის ლოგარითმი არის ხარისხის მაჩვენებელი, რომელშიც უნდა აიყვანო ფუძე, ამ ლოგარითმის ფუძე და რომ მიიღო ის რიცხვი, რომლის ლოგარითმიც არის, რა. ნუ ეს გამოვიყენთ ლოგარითმის ეს განმარტება და აი დავწეროთ ეგეთი რაღაცა, რომ აი ესე იგი x-2 ეს არის ხო ხარისხის მაჩვენებელი, x-2-ია ხარისხის მაჩვენებელი, აქ არის ლოგარითმი, ფუძე არის, რომელიც ხარისხში აყვანილი 4, 4-ის ფუძით 36-ისა, ხო, ასეთი რაღაცა. შემდეგ 36 წარმოადგენთ როგორც 4-ის და 9-ის ნამრავლი. ეს ტოლი არის ლოგარითმი 4-ის ფუძით 4 × 9. ნამრავლის ლოგარითმი არის ლოგარითმების ჯამის ტოლი, ეს გავიხსენოთ და ეგ იქნება x-2 ტოლია. ლოგარითმი 4-ის ფუძით 4 პლუს ლოგარითმი 4-ის ფუძით 9. 4-ის ფუძით 4 ეს 1-ია, ხო? ესე იგი x-2 ტოლი არის 1 პლუს ლოგარითმი 4 არის 2-ის კვადრატი. და 9 კიდე არის 3-ის კვადრატი. ესე იგი ფუძე 2-ის კვადრატი და 3-ის კვადრატისა. ეს ორები, აი ახლა კვადრატები ხარისხის მაჩვენებელს, ესენ გაბათილდება, ხო? თუმცა ფუძის ხარისხი ადის აქ შებრუნებულად 1/2 და ეს კიდე ჩამოდის 2. 1/2 უზრო განმავლობა არის 1-ის ტოლი და უბრალოდ გაბათილდება და აქ აი ესე გვექნება, მე თაქედან დავწეროთ x-2 ტოლია 1 პლუს ლოგარითმი 2-ის ფუძით 3-ისა. და ეს -2 გადავიტანოთ ტოლების მარჯვენა მხარეს და გვექნება x ტოლია 3 პლუს ლოგარითმი 2-ის ფუძით 3-ისა. მადლობა ყურადღებისთვის.